თბილისში პირველი თოვლი მოვიდა, გაიღვიძეს საქართველო. ვიწყებთ ჩვენს პოლიტიკურ დილას, ვსაუბრობთ ყველა ფერზე, რაც თქვენთვის და ჩვენთვის სულ ერთი არ არის და ვაჯამებთ გუშინდელს და გეტყვით დღევანდელს. მოკლედ, ბოლომდე უნდა გამოვყვეთ. გუშინს მერე მხოლოდ ერთი კითხვა გვაქვს. სად ვრეკავთ, როცა პოლიცია გვიტაცებს? როგორ გავარჩიოთ, ვინ გვიტაცებს, პოლიცია თუ კრიმინალი? როგორ ვიმარჩიელოთ, თუ მართლაც ტესტი ჩავუტაროთ გამტაცებელს, როგორც ბუჟაზე გვირჩევს, თუ დამარეკინეს 112-ში, მაშინ პოლიცია, აივორისკენ კი ასე გვირჩია. გააჩნია სადაღმოჩნდებით სასაფლაოზე თუ იზოლატორში. მერე გამოვერკვევით. მოკლედ, კითხვა ალბათ კითხვა დარჩება, მოტაცებების გაგრძელდება, მაგრამ რაც მთავარია, პროტესტი ისევ აღმავალია. დღეს უკვე 95 დილა გათენდა, რაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს საქართველოში. დილამშვიდობისა, გაიღვიძეს საქართველოს. უნდა ვაღიაროთ, რომ გიაოვსკის სტანდარტი იმის, როგორ უნდა გაარკვიო ხარ თუ არა უკანონოდ დაკავებული, ნამდვილად არის აღსანიშნავი. ახალი ტიპის სტანდარტი შემოგთავაზე, მან უნდა მიხვდეს სასაფლაოზე თუ დაგიყვანოს, სულად არის შენი საქმე თუ პოლიციის განყოფილება. მაგრამ არის ხოლმე შუაში ხო სადღაც რომ არც არ მიყავხარ და მანქანით უბრალოდ გასეირნებენ. ეს არის ხშირად აქტივისტების ვარიანტია, არც იზოლატორში, არც სასაფლაოზე, უბრალოდ გაისწრება. უნდა ვაღიარო, რომ გიაოვსკი მაინც სხვა თაობის კაცი რადგან არის, მაინც ეთყობა, რომ რაღაცნაირად აი ამ სისულელებს ლაპარაკობს, მაინც ოდნავ მაინც ხვდება მაინც რომ სისულელებს ამბობს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით. მაგრამ ესეც უბრალოდ შეიძლება ჩემი უცნაური დამოკიდებულების ამბავია. ბუკა პეტრიაშვილი ჩვენი სტუმარი რომდელის ფონდის უფროსი კვლევარი. დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ეს თემასთან ერთად გავარკვევთ, რა ხდება მსოფლიოში, თქვენ მაინც გვიხარით, მაგრამ მე მგონი დავიწყოთ შიდა ამბებიდან და მე გავიდეთ ესე თქვათ. მოდი დავიწყოთ შიდა პროცესიდან, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენი ბედი ჩვენს ხელთ არის და რაც არ უნდა ჩვენ მიმული ვიყოთ საერთაშორისო პოლიტიკაზე ვართ და დიდ როლს თამაშობს ჩვენ ცხოვრებაში და ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. მთავარი მაინც გადასაწყვეტი არის ქართული ხალხის და იმ ნების, რასაც ეს ხალხი გამოავლენს, ხო? 95 დღეზე ვსაუბრობთ პროტესტის. მე მაგალითად არ მახსენდება ამ სიმწვავის და ამ ხანგრძლივობის, ამ სიღრმის პროტესტი ჩვენს უახლეს ისტორიაში. რა ადგილი უკავია ამ პროტესტს უკვე ჩვენი ქვეყნისათვის და რას ნიშნავს ეს კრიზისია ხელისუფლებისთვის თუ რაღაც თვითონ პროტესტი ცალკეა და ხელისუფლება მაინც ერთგვარად კრიზისის გარეშე ახერხებს ფუნქციონირებას. აი როგორ უყურებთ ამას? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმები მაყურებელს. არ არის მხოლოდ საზოგადოებაში ეს განწყობა და რა თქმა უნდა, მხოლოდ საზოგადოებაში პროტესტი არ არის, ხელისუფლება შეიძლება ესეთი დახელოვნებული რეჟიმი, უпростоრად დახელოვნებული მოლაპარაკე თავების მეშვეობით თითქოს არ იმჩნევს ამ ყველაფერს, მაგრამ სადღაც იქ გამოუნათებთ ხოლმე, რომ აი ინვესტორები აღარ მოდიან, რეულობა მაქვს ქვეყანაში ერთ-ერთ ინტერვიუში ერთ-ერთ პროპაგანდისტმა განაცხადა და აი ეს რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი, ეს არ არის კარგი, ეს არის გადატრიალება თუ აღარ. ხო, მინდოდა პროპაგანდისტის სიტყვები წამეკითხა სხვათა შორის და დამასწარი, მაინც ვთქვათ, ირაკლი რუხაძის გულისხმობ ალბათ, იმიტომ რომ ქვეყნის არევა გამოიხატება იმაში, რომ ინვესტორს მიგდებს აბსოლუტური არეულობა მაქვს, ვერ ვითარდები, ვერავინ ჩამოდის, ეკონომიკას ვერ ვავითარებ. ანუ ესაა მისი სიტყვები, როგორც ჩანს, ანუ საკმაოდ კარგად გრძნობენ თავის ტყავზე საქართველოში, მაგრამ ეს დაბრალება რატომაც ხდება არის ხალხზე და არა თავისთავზე. ერთმნიშვნელოვნად ეს არის ბიზნესი ყველაზე კარგად გრძნობს ლოიალური საქმოსნები. ივანიშვილის კარზე მყოფი, ივანიშვილისგან მოწყვეტილები, მათ ეხლა ძალიან სერიოზული განცდა და სანერვიულო აქვს ის, რომ არ აქვს შეგრძნება საითკენ მიყავს ივანიშვილს მთელი ეს ამბავი სადამდე გაძლებს, იმიტომ რომ ისინი ნერვიულობენ განსხვავებით ივანიშვილისგან, რომელიც შეიძლება ყველაზე კომფორტულად გრძნობდეს თავს აბას თუმანში, ან შეკვეთილში, მათ აქვთ განცდა იმისა მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც ჩვენთან ერთად განან აქციებზე აქვთ სურვილი, რომ იცხოვრონ ევროპაში და ის სიკეთეები, რაც გამოიმუშავეს თუ როგორი გზითაც მიიღეს, აითვისონ და შეირგონ იმ დემოკრატიულ სამყაროში და ცივილიზებულ სამყაროში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით, როგორც ჩვენი მიზნისკენ ქვეყნის. ალბათ ისიც რომ ივანიშვილი არ არის გუნდი მოთამაშე, ის სავარაუდოდ მარტო წყვიტავს ყველაფერს, არ უზიარებს არავის არაფერს. შემთხვევაში ბოლო რამდენიმე წელია. შესაბამისად მათ არიცია საითმეტია, ხო? ანუ მან შეიძლება ის გადაწყვეტილება უცებ რაღაცა ნებისმიერი ისე მიიღოს, რომ დილა გათენდეს და რაღაცა ახალი არჩევნები დაინიშნოს.
დაინიშნოს ან ასე შემდეგ, არ ვიცი, აურთქლეს ქვეყნიდან წავიდეს საერთოდ კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ აქვთ მცდელობა, რომ მათ აღარ აქვთ კავშირი ივანიშვილთან. ეს მოწყდა, გაწყდა ეს კავშირი ივანიშვილს საერთოდ აღარ აქვს პრაქტიკულად გარე სამყაროსთან კავშირი, გარდა სავარაუდოდ ალბათ ირაკლი კობახიძისა და ალბათ უშროების სულიშვანის ლილუაშვილისა, რომლის მეშვეობითაც უნდა აკონტროლოს სიტუაცია მის გარემოცვაშიც და ზოგადად არა, ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია ხა ბატონი ბოლო პერიოდშიც მოვისმენთ მის გარემოცვითა ხო, რომ მას არ აინტერესებს ხა ბიუჯეტის შემოსულობები და სოფლის პიროვნების შედეგები საერთოდ არ აინტერესებს. მასთან დროს ატარებენ პროკურორები, მოსამართლეები და სუსის ხელმძღვანელები. ხო, აღარ, ესეც აღარ არის ირაკლი, საერთოდ მოწყვეტილია და საერთოდ იზოლირებულია, თვით იზოლაციაში წავიდა და ეს განსაკუთრებით ანერვიულებს, რა თქმა უნდა, ამ საქმოსნებს, იმიტომ რომ პულსი არ აქვს, ამას შემთხვევით არ უსვამ ხაზს, იმიტომ რომ ისინი ეძებენ, სად არის ივანიშვილი, რას აპირებს, როგორ აპირებს, რას ფიქრობს დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, არ დალაგებაზე და ნერვიულობენ, რეალურად ნერვიულობენ მართლა. ისინი ჩვენივრად ხვდებიან, ჩვენივრადაც ცნობიერებენ, რომ რეალურად ეს ტიტუშკა ხართუ პოლიციელი ვითარება და ეს გაუგებარი სიტუაცია შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ესე ქუჩაში მოსიარულეს გუშინ თუ ტრანსპარანტის ჭერისთვის მიადგენ ესე ხალხს ადამიანებს ხო მოკალაკებს მათ კარს მიადგენ ეს რეალური ნიღბიანი ტიტუშკები კრიმინალები მათ კარს მიადგენ იმიტომ რომ აი გაილია პროტესტი აღარ არის საქმე, აღარ არის შემოსავალი, სად მიდის ეს დაკუნთული რაღაცაც ნიღბებში გამოწყობილი საზოგადოება, რომელსაც აღარ აქვს შემოსავალი, ხო? აი ამ საქმოსნებს მიადგება და იქ მე გარჩევა აღარ იქნება ხა ვინ ლოიალური იყო, ვინ საინტერესო ამას თუ აცნობიერებენ. ხო, აცნობიერებენ. შემიძლია გითხრათ, რომ აცნობიერებენ ნამდვილად და ნერვიულობენ ამაზე, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ისინი ყველაზე კარგად გრძნობენ ყოველთვის რეალურად, რომ აი ჩვენ ეხლა ჩვენს და მსოფლიოც, მაგრამ მსოფლიოზე მინდოდა მეთქვა, მაგრამ ხა აი რაღაცა ისე ვართ უაღრეს турბულენციაში მოხვედრილია ასე გემი ესე თვითფრინავი ხომალდი ჯანჯღარებს ესე და მიდის ქვემოთ ძალიან დიდი სიჩქარით და ყავის აქვია შტურმანი თუ პილოტი გამქრალია რეალურად ხო? ბოკა გუშინ სალომე ზურაბიშვილი ამბობდა რომ უნდათ არ უნდათ დაინიშნება ახალი არჩევნები არ გამორიცხავთ თვითონ დანიშნა. ნუ გიორგი თარგამაძესთან ქონდა მას ინტერვიუ ვისაც არ უნახავ შეუძლია გადაახვიოს გუშინ 10 საათიანი ესე თქვა სპეციალური გამოშვება გიორგი თარგამაძეს სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუზე და მინდა გითხო არჩევნებთან მიმართებაში რა მომენტში შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს. იმიტომ რომ რაღაცნაირად ჯერ თითქოს არ ჩქარობ, ყოველ შემთხვევაში სურათი ასეთი არის, თუმცა მართლა შეიძლება როგორც თქვით უკვე, უცებ დილას გავიღვიძოთ და დაგვხდეს ახალი მესიჯბოქსი, რომ ახალი არჩევნები აუცილებელია. და რას მოგცემს ეს თუ ეს მოხდა ძალიან სწრაფად მაგალითად, იმიტომ რომ რამდენად მზად არიან ახლა ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები ამისთვის, რომ აი ხვალ რომ არჩევნები იყოს და უშუალოდ ყველა თავს გაართმევს სიმოცემულობას, რა მოცემულობაშიც ვიმყოფებით. კი, ძალიან საინტერესოა ეს მოსაზრება და აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ დღევანდელი მდგომარეობით რეალურად არავინ არ იცის რამდენად ფიქრობს ივანიშვილი საერთოდ მის არსენალში რამდენად ფიქრობს რომ არჩევნები დანიშნოს და ამთხვიოს მაგალითად ადგილობრივ არჩევნებს ახალი არჩევნები ეს კი ნამდვილად შეიძლება მოხდეს რომ დილას გავიღვიძოთ და მისი მოლაპარაკე თავი კობახიძე გამოვიდეს და თქვას რომ მადლობა კარგად იყავით და წარმოგიდგენთ ახალ მთავრობის ხელმძღვანელს და ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს ისე რომ კობახიძე მას თვითონაც არ იცოდეს. ჯერჯერობით ეხლა ეს ძალიან სასარგებლო
ფიგურა სკობახიძე, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს თან ამ ეკონომიკურ მიმართულებას და არც უნდა კონდეს, არ არის საჭირო რომ მას რაიმე წარმოდგენა კონდეს ამასთან დაკავშირებით და ეს აი ესე მიდის რაღაცნაირად ისე იმდინებით, რომ ახლა დაკვირვების პროცესში არის, გაზაფხული მოდის და ეს სინამდვილეში პროტესტი ტრადიციულად, კლასიკურად გაზაფხულზე კიდევ უფრო მეტად წვავდება ყოველთვის. ირაკლიმ აბსოლუტურად ზუსტად აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის კრიზისი და ასეთი, ასე ვთქვათ, ხანგრძლივობის და ასეთი სიმწვავის კრიზისი ერთობლიობაში ყველაფერი ერთად რო ავიღოთ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, არც სულის, არც თანამედროვე ისტორიაში არ ყოფილა, იმიტომ რომ სინამდვილეში 26 ოქტომბრიდან ერთ-ერთი ჩემი თანამებრძოლი აქციაზე ყოველთვის ითვლის 26 ოქტომბრიდან კი არის სხვადასხვა ძველი წესი დამცველები და ახალი წესი 15 დღე არისო გუშინა ამბობდა რა თქმა უნდა და თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ალბათ მაინც ამ პროტესტის სტარტი იყო მაშინ ევროკავშირზე უარი ითქვა 28 ნოემბერი იყო აი ამ სიმწვავით და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ნახეთ ყველაფერი ხო ნახეთ რაღაცა იმას იმედი არ ახდა და ამ პროტესტს იმედი ახლავს ამ აღრიცხვას იმედი ახლავს სინამდვილეში ისიც მართალია რა თქმა უნდა ძალიან კარგად გვახსოვს ყველას საპანაშვიდო პროტესტები იყო რეალურად რომ თქვათ 26 ნოემბერს როდესაც კანდიდატურა და ასეთ უიმედო აქციებზე არ ყოფილა შემიძლია ვთქვა როგორიც იყო აი არჩევნების შემდგომ აი პარლამენტის იყო ერთი აქცია ვფიქრობდი რომ ალბათ აი ესეთი უიმედობა არ მიგრძნია არასდროს კი და უკვე ესეთი მწარე სიმწრის იუმორი იყო როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურა გამოაცხადეს ხმოსნების მიერ დანიშნული ჩვენ უფრო მეც ხალისობდით ვიდრე სხვათა შორის ივანიშვილის მხარდამჭერები რომლებიც გამწარებულნი მაინც ისინი უფრო შიშით უყურებდნენ პროცესს ვიდრე ჩვენ ქონდა შეგრძნება რომ ძალა ქონდა ამ შემთხვევაში იგივე საქმოსნებით სხვათა შორის იმედი ქონდათ რომ აი ისეთი ტიპი იქნებოდა რომელიც აი დასავლეთ დაელაპარაკებოდა და რა შერჩათ ხელში ლუკაშენკას მიულოცა 255 ჯერ პრეზიდენტად არჩევა და არის აი ბიზნესმენების თემა რომ გავაგრძელოთ გუშინ ასევე სალობე ზურაბეშვილმა თქვა რომ ბიზნე ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები გამოჩნდნენ მასთან გზავნილი დაახლოებით ასეთია ჩვენ მისნაირები არ ვართ ანუ ბიზნე ივანიშვილის ნაირები ან ქართული ოცნების წარმომადგენლების ნაირები ესეც რაღაცნაირი ინდიკატორია ალბათ იმისი რომ შეიძლება ერთ-ერთი რგოლი რომელზეც დღეს დგას ქართული ოცნება ნელ-ნელა ჩამოიშალოს იმიტომ რომ ბიზნესია ეს ხო პროპაგანდა ბიზნესი ძალოვნები და ბიზნესმენების გამოცვლა ესე ვთქვათ ხო ამ შემთხვევაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლის დაშლა ესე ვთქვათ ძალაუფლებისთვის ბიზნე ივანიშვილის ძალაუფლების შორის იგივე რო ხაძეც იგივე ცდილობს რომ თქვა დისტანცირდეს რომ მე ვარ ბიზნესმენი ბოლომდე მაინც არ გამოსდის მას არ მასოთა მოსწონს კიდეც ეს როლი მაგრამ ნუ დახელოვნება სჭირდება და რეალურად მე არ ვადევნებ მის ეთერებს თვალყურს უბრალოდ კითხულობ რაღაცებს ვანა კი ბატონო ბუკა რომ მიუბრუნდეთ და ამით ალბათ რომ მიუბრუნდეთ ოპოზიციურ პარტიებსაც მინდა რომ მიუბრუნდეთ რა ფორმაში არის ოპოზიციურ პარტიებსაც რომ მიუბრუნდეთ საზოგადოებაში მე არ ვლაპარაკობ რა თქმა უნდა მთელი რუსთაველის გამზირის სახელით და პროტესტის სახელით მაგრამ იქ საზოგადოებაში არის ეს რეალურად დაკვეთა მოთხოვნა კი არ არის იმაზე საუბარი რომ ხო დღეს მიაგრიხინონ ბოდიში ამ სიტყვისთვის სცენა და იქიდან გამოსვლები დაიწყოს არა პოლიტიკოსებმა არა პირიქით მაგრამ პოლიტიკური პროცესია და ამ ხალხმა საერთოდ ამითი უნდა დამეწყო ალბათ ყველაფერი რომ ამასწინებზე თქვა ყოფილმა ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში რომ არა საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი გასაოცარი პროტესტი ეს ამბავი დიდი ხნის დავიწყებული იქნებოდა ევროპაში როგორც გადაიფურცლებოდა როგორც ერთი სევდიანი ისტორია და გაგრძელდებოდა ეხლა თან გადავალთ ამ
თემებზე, რომელიც ეხლა დიდი თავის ტკივილია მთელი მსოფლიოსთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებმა ამ ყინვაში, ცემაში, წამებაში, ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ტერორში შეძლეს, გაძლეს და რეალურად სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის კეთროვანი და ხელჩამოურთმეველი და იქნება ასე და ასე გაგრძელდება, რომ დღის წესრიგი არის, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა რეჟიმის ტყვის გამოშვება და გათავისუფლება და ამაში უდიდესი წვლილი ითამაშა საკუთარი სიცოცხლის ფასად და თავგანწირვის ფასად მზია ამაღლობელმა და ასევე იბრძვის თემურ ქათამაძე, რომელსაც ასევე უნდა დაუფასოთ და არ უნდა დავავიწყდეს საოცრად ემოციური წერილი გამოგზავნեն. ნამდვილად და ამ ხალხის ბრძოლა არის ის იარაღი, რომლითაც პოლიტიკოსები, აღჭურვილები და წელგამართულები ჩადიან საერთაშორისო არენაზე და საუბრობენ, რომ ჩვენ ხალხი ვიბრძვით და ვითხოვთ ამ ახალ არჩევნებს და იქიდანაც გვიანდება გუშინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ ეს საქართველოსთან დაკავშირებით ამ ევროპული კავშირის კონტექსტში ახსენა როგორც ბრძოლა ისეთ რეჟიმებთან როგორიც არის ქართული ოცნება და მხარდაჭერა ხალხის და საზოგადოების საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში და მიხარია რომ ეს დღის წესრიგში შენარჩუნებულია, მაგრამ პოლიტიკოსებს ახლა უფრო მეტი რაღაცის დემონსტრირება ჭირდებათ, არ არის ეს პანაცია რომ ერთ პარტიად არავინ არ ითხოვს ამას რომ ერთ პარტიად ჩამოყალიბდეს, ოღონდ ნურც იმას მოგვატყუებს, რავინ რომ რაღაცა კონსულტაციებში ვართ, რაღაცა საქმიანი ურთიერთობები გვაქვს, ამ კონსულტაციებიდან რაღაცა კონკრეტული რაღაცებიც უნდა გამოვიდეს და შემოთავაზებებიც უნდა წამოვიდეს რეალურად, რაც ბევრი სადა რეჟიმმა რომ ეს მიეწეპებინა ამ ხალხის პროტესტი, რომ ეს არის მართული გუშინ აქციაზე საოცარი სიცივე იყო სხვათა შორის და თოთო ბავშვი ყავდათ მოყვანილი და ეს არის მეთქი ყველაზე მთავარი გუშინ კი არა უკაცრავად დაბადების დღეზე იყო ეს ამავე გამოყვანილი ყავდათ და ეს არის მთავარი დამარბეველი მეთქი მარბილი და ზონდერების ჯგუფის ოძალადეების ჯგუფის ხელმძღვანელი და არ შეეწეპა ეს ამბავი ოპოზიციას, ოპოზიცია მართავს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ დონორობას არ იყიდა ეს ხალხმა არ ჭამს ამას არა შეიძლება ვიღაცა თავისი რაღაცა ეს კვერცხის მსროლელებისთვის რეალურად ესე არის რომ აი მათ ფულს საერთაშორისო ორგანიზაციები აძლევენ, მაგრამ და იცოდნენ იმ დონორი ორგანიზაციების მდგომარეობა და ასე არ ლაპარაკობენ. ყველა მესიჯი რომელიც ჰქონდათ, ესე თქვა, გონია რომ ჩამოეშალათ ეტაპობრივად, ის მთავარი რომ ნაციონალურ მოძრაობაზე იდგნენ, ესე თქვა, მგელიას ძახილით მოვედით დღემდე და იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ვართ, მაგრამ სურთ თუ არა მათ შემოტრიალება, ესე თქვა, მათი მთავარი ღერძის, რომელზეც იდგა მთელი ეს პროპაგანდა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ხო? იმიტომ რომ კომისია რომ ვისაუბროთ, რომელიც ახლა პარლამენტში შეიქმნა და იწყებენ გამოძიებას, ხო? ანუ დაიწყეს არჩევნები 2008 წელს შედის ამ ყველაფერში და ასე შემდეგ, რომ თითქოს აი ახლა უკვე ნამდვილად გააშიშვლება ყველაფერს, რა რეჟიმი იყო მაშინ. და ეს არის თუ არა ის, რომ ყველაფერი შემოეცალათ მათ გარშემო, აღარ მუშაობს, ესე თქვა, იშიში, რომ აი ნაციონალები მოვლენ და უნდათ რომ თავიდან დანერგონ რაღაცა აქტიურად
ფაქტურად ჩვენს ტვინებში გაურკვეველი რაღაცა პარანოია. ესეც რაღაც ხო უნდა დაკავებულიყვნენ რაღაცა ან თეატრალუკიანი დაეკავებიან რაღაცას. ეგეც თეატრალუკიანი მზად არის გააშიშვლოს მურუციძე და ჩინჩალაძე მზად არის ხარებას გასაშიშვლებლად და მოვიდნენ მოგვიყვენ რასაკეთებდნენ ის სამხოლოდ ბიზნე ივანიშვილის ესეპიტორი სპონსორი ბიზნე ივანიშვილი იყო იმავე კომისიაში რომელიც არის ახლა რაღაცა საცირკო წარმოდგენა რომელიც არის შექმნილი ისევ თავისივე რაღაცა ელექტორატის შემოსაწეპებლად ხო არის ადამიანი რომელიც საკონსტიტუციო მასში იყო კომისიაში იყო იმან მიიღო აი სააკაშვილის დროინდელი კონსტიტუციის შექმნაში მონაწილეობა ერთ-ერთი წამყვანი იყო და მე სომხეთში ელჩად დანიშნეს და არის ასეთი შემადგენლობა არის უამრავი ხა ჩვენ მოკლე მეხსიერება არ აქვს ხო რეალურად და ძალიან ბევრი მათ რიგებში მყოფი ადამიანები და აბსოლუტურად გეთანხმებით ივანიშვილის ინტერვიუები არის სადაც ის ამბობს რომ რეალურად მე ვიყავი ხო ეს არ იყო სოროსი და მე ვიყავი და მე უჭერდი მხარს გარკვეულ დრომდეო და იმ დრომდეც რეალურად და რომელ დრომდე იყო ესეც საკითხავია ხო სინამდვილეში ამიტომ არაფრის შემოbrunებას არაპირებს ეს უფრო მეტი და მეტი საკანონმდებლო აქტები უნდა შემოიღონ ეხლა სამშობლოს ღალატზე და ეს მუხლები უნდა დაამძიმონ გააძლიერონ რაღაცა ხალხში განიხილება რა თქმა უნდა რომ სამშობლოს ღალატისთვის დაჭერას გეგმავენ აპირებენ ასაპირებენ როგორ აპირებენ მაგრამ ერთი რაც არის დიდი პატივისცემით ბევრი პოლიტიკოსის მიმართ მაგრამ რამდენიმე ამ პოლიტიკოსების დაკავებამ რა მოლოდინიც ჰქონდათ რეჟიმში ხალხში არ გამოიწვია ეს დამატებითი აღშფოთება და გაგიჟება ხო ხალხი უფრო მეტად გაგიჟებული და გადარეულია როდესაც ჩემი შვილის ტოლა არაჩვეულებრივი ბიჭები ზვია ცეცხლაძე და სხვების ხედან ციხეში გიორგი ოკმელაშვილს რომელსაც არაფრის გულისთვის მართლა იმიტომ რომ ასე აი ამან გამიუსაჯეს 5 წელი ხო და ანდრო ჭიჭინაძე ის რა სინამდვილეში მონია რომ სამშობლოს ხალხის მუხლი თვითონ შემოუტრიალდება ცუდად და ასევე რაც თავი ეს საგამოძიებო კომისიის ნაწილიც იმიტომ რომ აქ თუ დაიბარებენ ისინი ხა პოლიტიკოსებს ხო და მოუწევთ ბევრის დაბარება ხო თუ მართლა რაღაც თუ მართლა წინა რეჟიმის ფრხილებას აპირებენ ხო და სტატისტიკას გაიფუჭებენ იმ გაგებით უბრალოდ რომ მოუწევთ ძალიან ბევრი ადამიანის დაჭერა უბრალოდ პოლიტიკოსების დაჭერა მოუწევთ რა მე როგორც ვიცი და ეს საჯაროდაც ითქვა უკვე იქ ადამიანები მისვლას არაპირებენ ძალიან სამართლიანად ამ ცირკში მონაწილეობას არავინ არაპირებს და სწორია ეს აბსოლუტურად და მოუწევთ ისეთ ხალხის დაჭერა რომელიც საერთოდ არაფერში არ იქნება და არც წაადგებათ პოლიტიკურად არაფერში მართლა უბრალოდ მოუწევთ წელი შეიძლება დაიჭირონ ადამიანები რომელიც არ გამოცხადდება კომისიაში ციხეების გამოტენა მოუწევთ პოლიტიკოსებით აი ეს იქნება ამ რეალობას მიიღებენ საბოლოოდ ხო ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს მათ შედეგს არ დაუდებს. არანაირ შედეგს არ დაუდებს. საზოგადოების თვით ორგანიზება სახეზეა გამოჩნდა. ეს ძალიან ბევრი რაღაც, ძალიან ბევრი მაგარი რაღაცა ვნახეთ. ეხლაც იქნება 25 თებერვალს იქნება გაფიცვა. იმ გაფიცვის ორგანიზებაში საერთოდ არ მიუღიათ პოლიტიკოსებს, გამაფრთხილებელი გაფიცვის ორგანიზებაში პოლიტიკოსებს საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა. ისეთი კომპანიების თანამშრომლები გამოვიდნენ, რომლებიც არც იმ პლატფორმაზე არიან free business-ში და არც მაინც და მაინც კრიტიკით გამოირჩევიან, ხო? მთელი თბილისი და არა მხოლოდ თბილისი გამოვიდა და ეს გაფიცვა ისევ იქნება ძალიან სერიოზული. ანუ ეს შოუ არის აი რაღაცა მართლა იმ გავაერთიან ყველა კვერცხის მსროლელია სალომე ზურაბიშვილზე კვერცხის მსროლელია ვისაც ეხლა ამან გული მოფხანა და არ გაუჩნდა პროტესტის განცდა რომ რას აკეთებთ ეს ხომ ივანიშვილის
პირადი ბრძანების გარეშე ხო ვერ გაბედავდა ამას ვერავინ გამორიცხულია ეს ხო რეალურად მან გასცა მის სამწვანე შუქი რომ ხო სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეთ კვერცხები და დახვდით მოუწყვეთ ობსტრუქცია მასში აეროპორტში სალომე ზურაბიშვილი მიუხედავად ბრუნდებოდა საერთაშორისო კონფერენცია ხო და მინდა რომ საერთაშორისო ნაწილზე ვისაუბროთ არ დგას მარტივი დრო საერთაშორისო პოლიტიკას სასაუბრად და ასევე ალბათ ის დროა როცა ყველაზე მეტად დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები ჩვენ შიდა პოლიტიკურ დისკუსიაში პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები შეუძლებელია არ იწევდეს ბრას უიმედობასაც კი ადამიანებში იმიტომ რომ როცა ადამიანი ობიექტურად თავის ძალაუფლებიდან გამომდინარე და დისპოზიციიდან გამომდინარე არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი და ის ასეთ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და აშკარაა მისი мотиваცია რომ რაც შეიძლება სწრაფად და დასრულდეს ეს ომი შედეგების გათვალისწინების ნაწილი არის აქ პრობლემური მეორე კითხვას აჩენს ხო რას თulis ეს ჩვენთვის მოდი თავიდან აქეთ რამე ცვლის თუ არა ამოცანების თვალსაზრისით რამეს და მეორე რამდენად შეიძლება რომ ჩვენ გავაცალკევოთ ერთმანეთსგან ის რასაც ამბობს პრეზიდენტი ტრამპი და იმისგან რაც შეიძლება იყოს მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა. საბოლოო ჯამში რამდენად შორს შეიძლება ეს რიტორიკა წავიდეს რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით. ხო, ჩვენ უკვე გუშინ ვიხილეთ რესპუბლიკელი სენატორების, კონგრესმენების ძალიან სერიოზული განცხადებები გამიჯნოა ფაქტიურად ტრამპის რიტორიკისგან სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელი რიტორიკისგან იმ ვითარებაში, როდესაც სოფლიოში სუნთქავს და არსებობს მკვლელი მონსტრი დიქტატორი პუტინი ზელენსკის რომელიც თავისი სამშობლოსთვის იბრძვის არ გაიქცა და იბრძვის ამ თავის ქვეყნისთვის 3 წელიწადი ხდება აგერ უკვე ამ პირობებში მისთვის დიქტატორის წოდება და დაკნინება რომ ერთი არც თუ ისე წარმატებული საშუალო წარმატების კომედიანტის საინტერესო რომელი კომედიანტის არჩევნებს რო იგებს და პრეზიდენტი რო ხდება ქვეყნის ხო წარმატების თვალსაზრისით ზელენსკი ზუსტად რომ ძალიან წარმატებული ნამდვილად მაგხრივ ცალსახად და სხვათაშორის ეს სრული თანხვედრა და ეს მარტო ჩემი სიტყვები არ არის სრული თანხვედრა არის ზუსტად იმ ტექსტებთან რასაც ამბობს პუტინი და პუტინისთვისაც წარმოუდგენელი იყო რომ ეს რაღაცა ესე კგბ-ს ქუჩური რაღაცა ესეთი განგსტერული ტიპი რომელიც რაღაცა ზემოთ ჭიშველი და არონიებდა ცხენით რაღაც ეს რაღაცა კლოუნს როგორც მეტიც ალბათ მისთვის თავი მიზეზი ომის დაწყების ეგეც იყო რომ ზელენსკი აირჩია უკრაინულ ხალხმა იმიტომ რომ მისთვის ეს წარმოუდგენელია ხო ვერ წარმოედგინა რომ ეხლა მისთვის ეს იყო დეკლარაცია რომ ამათ სახელმწიფო აღარ უნდა ზელენსკის თუ ირჩევენ რა კი და ესეთი მაგარი ტიპია და ეხლა მას დაუპირისპირეს ესე რაღაც კომედიანტი და ამ დროს ეს შევა ისტორიაში როგორც საოცარი გმირი აგერ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები ეთერში მიმართა ხალხს რომელსაც არჯერა ამისი და მაგრამ ტრამპი შევა ძალიან ცუდად შევა ისტორიაში იმიტომ რომ ჩვენ მომსწრე ვართ არა მხოლოდ უკრაინის საკითხის გადაწყვეტის არა მხოლოდ ევროპის საკითხის გადაწყვეტის არამედ ეგზისტენციალური საკითხი დგება ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ზესახელმწიფოს არსებობის და შენარჩუნების ერთი თავის ღირებულებებზე, ფასეულობებზე და სიძლიერეზე და მეორე ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ხო წინა პირველი ვადის დროს შეაჯანჯღარა და ბაიდენის ადმინისტრაციამ შეძლო რომ შეძლების დაგვარად აღედგინა ეს ურთიერთობები და ეხლა ამ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში აი პირდაპირ ეს არის მიმდგარი არის ნაჯახით და ჩეხავს და თუ ვინმეს მიმართ არის აგრესიული არის თავისი მოკავშირეების მიმართ ის საკენკი მივცემ ჩემ თავს ამის უფლებას და დავარქმევ ამას ამ სიტყვას თუ რასაც ესე ვთქვათ აძლევენ ახლა დონალდ ტრამპს იქ არქტიკაში მოპოვება და ნავთობის და გაზის და ამერიკის კომპანიების დაბრუნება რუსეთის ათვისება და
ამის ფონზე ჩინეთისგან დისტანცირება ამის არ წამს და არ ჯერა არავისთან ვერ წარმომიდგენია რომ ტრამპის გარემოცვაშიც არ იყვნენ ადამიანები რომლებიც ვერ ხვდებოდნენ რომ ჩინეთი იმდენად შესრუტული ყავს უკვე რუსეთი რომ გამორიცხულია რომ ის ამ ესე ვთქვათ ხრელიდან გამოაძრინოს ფეხებით ტრამპმა პუტინი რომელიც გადაყლაპული ყავს სანახევროდ სი ძინპინს ჩვენ რაც შეგვეხება ისევ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის უდაოდ როგორც გადაწყდება და როგორც წავა უკრაინაში მოვლენები ჩვენზე აისახება აუცილებლად რამდენად მყარი ეგზისტენციალური საკითხი დგას ევროპისთვისაც და ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა და ბევრმა სხვამაც რომ ეს არის ეგზისტენციალური საკითხი ევროპისთვის იმიტომ რომ ისინი მშვენივრად ხვდებიან რომ ისინი თუ თვალს დახუჭავენ და ბედის ანაბარა დატოვებენ 800,000-იან არმიას უკრაინის და თვითონ სხვა ეთერებში თქვი და ახაც გავიმეორებ რამდენიმე ყველაზე ძლიერ ევროპულ ქვეყანას ერთად არ ყავს ამ რაოდენობით პრაქტიკის თვალსაზრისით გამოცდილების თვალსაზრისით ამიტომ ორი არმიაა ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის და უკრაინის კი ამ საბრძოლო გამოცდილების მით უმეტეს არ ყავს და ამაზე ვარის თქმა და ამის არ მხარდაჭერა აუცილებლად მიიყვანს რუსულ ჯარს მიიყვანს ევროპის კართან ანუ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების კართან ბალტიის ქვეყნებში მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა და აქ შევკრავ ამას ომის დასრულება უკრაინის გადაყლაპვის გარეშე რაც ვერ მოხდება არაწყობს პუტინსაც იმიტომ რომ ეხლა ყავს ესე ბრძოლის ველზე მიშვებული ასობით 1000 თავისი ესე ვთქვათ მოქალაქეები რომელსაც ფულსუხთის რაღაცა რომ იქ იყვნენ მოკვდნენ კლან და ასე შემდეგ ეს ომი თუ დასრულდა ხო აი რაღაცა პირობებით რეიტინგს რო თავი დავანებოთ ეს ასეულობით 1000 ომის სინდრომით მოვლილი ადამიანი უნდა დაბრუნდეს იმ რუსეთში ხო რომ იმ რუსეთში უნდა დაბრუნდეს აი ხა უსმენდი ზუსტად პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერის აბას კალიამოვის ინტერვიუს რომ იქ თუ აძლევენ რამდენიმე ასეულ 1000 რუბლს იქ უნდა ჩავიდეს დაბრუნდეს და საუკეთესო შემთხვევაში ან ხდება რაღაცა მაღაზიის დაცვაში რაღაცა 40-50000 რუბლზე სამსახურში ან ხდება ბანდფორმირების წევრი და ნაწილი შესაბამისად არც პუტინი არ დაასრულებს ამ ომს და სადაზვერვო სამსახურები ამბობენ ამერიკის შეერთებული შტატების რომ პუტინის ომის დასრულება არ სურს ამიტომ ეს ომი არ დასრულდება ევროპა პირველი რაც მნიშვნელოვანია აუცილებლად ერთობლიობაში ევროპა აუცილებლად მიაწოდებს უკრაინას სწრაფად შეიარაღებას რომელიც ჭირდება პირველ რიგში საარტილერიო ჭურვები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინის საზოგადოების შეკრა და რაღაცა თუ ბზარები გაჩნდა ხა ამ 3 წლის განმავლობაში გადაღრილობის და სტრესის გამო ეს კიდევ უფრო მეტად შეწებდებოდა ამ დღეების განმავლობაში ოღონდ ტრამპს ეს მიზანი არ ქონდა მე არ მჯერა იმის რომ ესეთი გიჟური განცხადებები ყველა გაკეთა, იმიტომ რომ შოკირება მოეხდინა ევროპელების და გამოეფხიზლებინა ისედაც შოკში იყვნენ რომ გაიგეს რომ ტრამპი მოვიდა პრეზიდენტად შედეგები რომ გაიგეს მაგრამ ზელენსკის რეალურად ახლა ზელენსკის ირგვლივ გაერთიანდება ის ადამიანებიც კი რომელსაც შეიძლება სულ აღარ გიждდებოდნენ მასზე
მაგალითად პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატ ზალუჟნის როდესაც კითხეს რომ საპრეზიდენტო კანდიდატურაზე რას ფიქრობს მან პირველმა განაცხადა რომ ზედმეტი ეხლა აქ რამეზე საერთოდ საუბარი რა არჩევნები რის არჩევნები რეალურად აქ პირველ რიგში საუბარი არის სახელმწიფოს და სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე უბრალოდ ტრამპიც და პუტინიც გიждდებიან იმაზე რომ ზელენსკი აუღელებლად წყნარად ესე მშვიდად და ღირსეულად თან მიმდევრულად მან თქვა რომ ყველაზე მძიმე გამოიარა უკრაინამ პირველი დღეები და პირველი თვეები და იმ ხელა გენერლების 4 ვარსკვლავიანი ამერიკელი გენერლების აღიარებები მომისმენია რომ ჩვენ გვეგონა რომ ერთ თვეში დასრულდებოდა ცოტა ისტორიაც უნდა იცოდენ უკრაინელი ხალხის და მათი ბრძოლის უნარიანობა და სიცოცხლის უნარიანობა რაც სტალინის გოლოდომორის დროს გამოიარეს და პარტიზანშინას დროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ასე რომ ეს სხვა ერია და ნურცი იგივე რუსებში ნუაერევა ბუკა ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ამ თემაზე ვაგრძელებთ სხვათა შორის ახლა საუბარს გლობალურ პოლიტიკას გულისხმობ ამერიკაზე უკრაინაზე ევროპაზე მადლობა თქვენ თავმშვიდობებით სადაც ჩვენი შემდეგი სტუმარი შემოგვიერთდება მე უბრალოდ მინდა წავიკითხო ემანუელ მაკრონის განცხადება მე ახლა მქონდა მორიგი ხანგრძლივი საუბარი რამდენიმე კოლეგასთან ევროკავშირიდან ასევე კანადიდან ისლანდიიდან ნორვეგიიდან საბრაკეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია მკაფიო და ერთიანია ჩვენ გვინდა ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა უკრაინაში ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიკისრებთ სრულ პასუხისმგებლობას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ევროპაში ეს საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესია მე გახლავართ ამის გარანტი ასეთია ემანუელ მაკრონის განცხადება ჩვენ შემოგვიერთდა ლაშა ბერიძე პოლკოვნიკი შეერაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე მოგესალმებით მოგესალმებით ლაშა მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად რთულ დროში ვარ რთულ დროებაზე ვსაუბრობთ ყველა შემთხვევაში და მინდა რომ ვიკითხო ბუკასანაც ეს კითხვა დაისვა და ალბათ არის ეს არის მთავარი კითხვა რაც ახლა ამ დღეებში დაისმება ხშირად რამე შესაძლებელია განვასხვაოთ ერთმანეთისგან და საბოლოო ჯამში დავინახოთ სხვადასხვა შედეგი ერთი რაც არის ტრამპის განცხადებები და მისი საჯარო რიტორიკა რომელიც ბუნებრივია მიემართება მის შიდა აუდიტორიას მიემართება მის საკუთარ პოლიტიკურ ამოცანებს და ის პოლიტიკა რასაც მისი ადმინისტრაცია აწარმოებს ეს რაღაც მითია რომელსაც ვებღაუჭებით და სინამდვილეში ეს ასე არ იქნება თუ რეალურად არსებობს რაღაც ტიპის გარდაუვალი შემაკავებლები რის გათვალისწინება ტრამპსაც კი მოუწევს მაგალითად ის რომ გამარჯვებული რუსეთი მას არ აწყობს როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ქონდეს მას დღევანდელი უკრაინის მიმართ მოდი დავიწყოთ ხო რასთან გვაქვს საქმე გვსმენი ასეთი ტერმინი ხო მულტიპოლარული სამყარო ხო ეს ტერმინი არსებობს თეორია არსებობს მაგრამ პრაქტიკაში ჯერჯერობით დღევანდელ დღემდე ჩვენ გვესმოდა რომ მაინც სამყაროს ლიდერი ჩინეთის და ყველაფრის გათვალისწინებით მაინც ლიდერი იყო ამერიკის შეერთებული შტატები ხო ამ ლიდერობის ძირითადი წყარო იყო ამერიკული რბილი ძალა ეგრეთ წოდებული ხო მას ყველგან არ უწევდა რა ძალიან იშვიათ შემთხვევაში უწევდა აქ ფიქტიური ძალის გამოყენება ხო დღეს რასაც ჩვენ ვაკვირდებით ამერიკის ერთი რომ აშშ-ის პოლიტიკის შედეგად ეს მულტიპოლარული სამყარო უფრო რეალური გახდა და ალბათ უფრო ამას ვიხილავთ ვიდრე ამერიკის ერთპიროვნული ლიდერობა სოფლიოში მეორე რასაც ვიხილავთ რომ რაც არ უნდა გათვლები იყოს ტრამპის ადმინისტრაცია უკვე კარგავს იმ რბილ ძალას მათ შორის იმ მეკავშირებთან თუ ეს სწრაფად არ მოხდება ახლა ვერავინ ამერიკა ძალიან ძლიერი სახელმწიფოა ძლიერი სახელმწიფოს ემატება ის ფაქტორი რომ პრეზიდენტი ძალიან ძლიერი ინსტიტუტია ახლა ამერიკის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან ძლიერია ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის ლიდერის ინსტიტუტი როგორც ასეთი ძალიან ძლიერია ამ დემოკრატიულ სამყაროში ამას ემატება ის რომ ტრამპმა ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ამ არჩევნებში ანუ ძალიან ძლიერი მანდატი აქვს ამერიკის ხალხისგან ეს არის რეალური ამიტომ ეს სოფლიო მიდის მულტიპოლარული სამყაროსკენ ახლა ამას ჩვენ ვერ შევცვლით ეს ესეა. ეხლა რაც შეეხება აწყობს არ აწყობს რუსეთის ომის გამარჯვება მე აქ ასე არ ვფიქრობ. აქ არ ჩანს ტრამპის მოქმედებაში და თლიანად ამერიკის მოქმედებაში რაიმე სტრატეგია, რაიმე გათვლა რაღაც აქ უფრო ჩანს პოლიტიკური ნება ჟინი და აი ის რომ ეს ომი დამთავრდეს ნებისმიერ ამ. ნუ მის დაპირებაა ხო მათ შორის. ახლა მოდი რეალობა. ეს ომი ვერ დამთავრდება. მე რამდენიმე გადაცემაში მაქვს ჩვენ გადაცემაში ნახავთ
ამ ომის მაქსიმალური შანსი რაც არსებობდა და ახლა უკვე ეს შანსიც ძალიან დაპატარავდა არის ის რომ მიეღწიათ გარკვეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ყველანაირი პირობების და ყველანაირი ტერიტორიული ნუ აი აქ ჩერდებით ხო აი ამ რაღაცა სადემარკაციო შევწყვიტოთ და შევწყვიტოთ და მოდი შევეცადოთ რომ მშვიდობა დავამყაროთ ეს შესაძლებელი იყო ამის შანსი ძალიან მინიმუმამდე დავიდა რა დღეს უკვე ხო იმიტომ რომ რიტორიკა დამე ეხლა რა შეძლებს თუ არა რუსეთი ომში გაძლიერება დავიდა მინიმუმამდე ტრამპის გაცხადებების გამო დავუშვათ რიტორიკა შეცვლილი ეს ამერიკის გამო არ უნდა მოლაპარაკებულიყო კიდევ უფრო გააღრმავა რაღაცნაირად ეს კრიზისი ამ შემთხვევაში კრიზისი ტრამპ უფრო რეალურად გააღრმავა იმის ალბათობა რომ უკრაინამ თუნდაც რაღაცა დათმოს ან რუსეთმა რაღაცა დათმოს ან უკრაინას და ევროპაში მოუკლა იმის ალბათობა რომ ისინი რამე დათმობაზე წავიდნენ აქ დათმობაზე არ არის ან ასე ან არა და თქვენ იცით რა ან არა და რას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩანს ეს ხო გვესმის ეს პოლიტიკური ბულინგი რომელიც ტრამპის სტილი აქ ახლა ეს ნორმალური ანუ როგორც ექცეოდა შიდა ქვეყნის შიგნა ოპონენტებს ახლა ექცევა ეგრე თავის მოკავშირეებს ხო ამიტომ აქ ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, არაფერი არ შეიძლება. მართალი გითხრა ასეთი უხეში ჩარევა ცოტა მოულოდნელი იყო, ველოდით რომ რაღაცა გარკვეული ის იქნებოდა, გარკვეული ან მე ჩემს თავისუფლება რომ მას სჭირდებოდა შედგა მოლაპარაკებები არაბეთის ნახევარკუნძულზე რომელიც რაშტეგით დამთავრდა ჯერ ბოლომდე გაურკვეველია და და მას სჭირდება წარმატება ვინც იტყვის რომ რაღაცა რასაც ის აკეთებს იქნება წარუმატებელი ან არის წარუმატებელი ის ყველას დაესხმება ასე თავს მარტივი ლოგიკა მგონი იმის უკვე რატომ მოქმედებს ის ასე გავიგე მაგრამ კიდევ ვიძახ რა თქმა უნდა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ჩავარდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოდი არ გვინდა რაღაც ფუჭი რაღაცის გაჩენა ხო მაგრამ თუმცა გარკვეულ დაპირებაზე არის და დაპირება იყო ესე თქვა დახმარებასთან დაკავშირებით ერთი რიტორიკა მეორე ქმედება აქ უნდა ვთქვათ რისი მექანიზმი აქვს აშშ-ს და რას მას შეუძლია შეწყვიტოს დახმარება და მორჩაწერტილი ამის იქით ბევრი არაფერი არ შეუძლია რა თქმა უნდა აიძულოს გარკვეული ევროპული სახელმწიფოები მათაც შეწყვიტონ დახმარება და ალბათ ასეთები იქნება ხო რომელსაც არჩევანი ახლა რეალურად დადგება ასე რომ უკრაინას ახლა არჩევანი არა უკრაინა ომშია ჩართული თავი უნდა დაიცვას ხო როგორ დაიცავს რანაირად დაიცავს ამაზე როგორც სამხედრო ნაწილზე ვისაუბრეთ მე პირადად გეტყვი რუსეთს არ აქვს რესურსი რომ ამ ომში გაიმარჯვოს მიუხედავად იმისა რომ ამერიკა დატოვებს თუ არა რა თქმა უნდა აქ უბრალოდ მოცემულობა ის იქნება რომ მსხვერპლი გაიზრდება და ზიანი გაიზრდება გაცილებით დრამატულ სცენართან გვექნება საქმე. ეხლა არჩევნის წინაშე დგას ევროკავშირი და ამის წინასწარმეტყველება ცოტა რთულია, მაგრამ რეალისტურად. ორი არჩევანი აქვს ევროპას დიდ ბრიტანეთთან ერთად იმის გარეშე როგორც გინდა მოწოდოთ. ორი არჩევანი აქვს ევროკავშირის რეალურად. ერთი არჩევანი აქვს. ძალიან სწრაფი ტემპით უნდა გაერთიანდნენ. ერთიანობა არის განცხადებების დონეზე, მაგრამ ეხლა საჭირო იქნება კიდევაც ემანუელ მაკრონის განცხადება ეხლა საჭირო იქნება მოქმედების დონეზე ერთიანობა ანუ ვიღაცები ამ ერთიანობას არ შეუერთებიან მაგრამ ვინც გაერთიანდება ისინი როგორი მოქმედებენ ეს არის კრიტიკული მოქმედების დონეზე ერთიანობა ნიშნავს რას ერთი იმისთვის რომ ის რაც დღეს ევროპას რა აკლია და რა აკლდა მეორე მსოფლიო ომის მერე ევროპას აკლდა ლიდერობა ის არ ლიდერობდა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა მას მიყვება. თუნდაც რაღაც უმნიშვნელო გადაწყვეტილებებს კი აშშ-ის გარეშე ის რამე მნიშვნელოვანი ნაბიჯს არ დგავდა მარტო. ანუ ლიდერობა იყო ყოველთვის აშშ-ში. ევროპას არ ქონდა თავისი ესეთ პოლიტიკური ლიდერობა, რაც გლობალური პოლიტიკური თამაშისთვის ყოველთვის იყო აშშ-სთან ერთად. ეს ეხლანდელ მომავალში ვეღარ მოხდება, ამას გაუშვდა ძალიან დიდი ბზარი. დამიჯერეთ ეს მარტო ტრამპი აღარ არის, ანუ აშშ-ი უკვე მოიაზრება აღარ არის ადამიანი რომელსაც შეიძლება ენდო ანუ ეს არის ქვეყანა რომელიც შეიძლება ომში მიგატოვოს ანუ არც ეს პატივი ამ ხელშეკრულებას ომის დროს გამოვიდეს შუა ომის დროს და დაგიწყოს ბულინგი ეს ევროპა რა არის ევროპა ხო არ არის მაკრონი და შოლცი ეს არის საზოგადოება რომელიც მაკრონსა და შოლცს ირჩევს ხო ეხლა თქვენ რომ დააკვირდეთ გერმანულ პრესას ძალიან აქტიური აი როგორც კატასტროფულად აქტიური საუბარი წავიდა გერმანიაში უკვე რომ მოდი ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ბირთვული იარაღი ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი გერმანული ბირთვული შეკავების ის ანუ საზოგადოებაში ამ არასტაბილურობის ძალიან გაიზრდება ანუ იმ პოლიტიკოსების დაუჭერენ ხარს ანუ პოლარიზაცია გაიზრდება ხო ან იმ პოლიტიკოსები გაიმარჯვებენ რომელიც ძლიერ ევროპას უჭერენ ხარს ძლიერი ევროპა მიდის სად
მას დაჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლება. იმიტომ როდესაც ჩვენ გვესმის ევროპული ჯარები რაღაცა ეს ვერ იმუშავებს თუ კი ევროპა იქნება ესეთ სუსტი როგორც დღესაა რომ ევროკომისიები ვინ არის პასუხისგებელი ევროპაზე ვინ არის ადამიანები ეს ევროპას აღარ გავა ეს არის ერთი გზა რომ ევროპა მოახდენს კონსოლიდაციას ვინც მოახდენს ხო და შექმნის გარკვეულ სტრუქტურულ ერთეულებს ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ ევროპაში ნატოს ალტერნატივას აუცილებლად მე არ თუმცა მაინც ჯერჯერობით როცა ვსაუბრობთ იმაზე მაინც რიტორიკის დონეზე რჩება ხო თუ ჩვენ ნახავთ ჩვენ გონავჯებს ტრამპის ადმინისტრაციისგან შერეღების შეწყვეტის არ მიწოდების ფინანსური დახმარების შეწყვეტის ეს იქნება უფრო გრანდიოზული ნაბიჯები ხო იმიტომ რომ ტრამპი მაინც რიტორიკული მოვლენაც არის ამასთან ერთად არ არის მხოლოდ პოლიტიკური მოვლენა იცი რა საქართველოში ბევრ ხალხს რატოგაც არარეალისტურად ჯერავს რომ აი ამერიკა მოვა და იმას იზავს და ამას და ამერიკა ისევე როგორც ყველაფერი დღევანდელ საყვარელში სწრაფად ცვალებადია ხო დღეს გაგვიხდა სხვანაირ რეალობასთან საუბარი ამიტომ ევროკავშირმა და ევროპელებმა ახლა ეს დაინახეს აშკარად ეს მარტო ტრამპზე და მოვლენაზე არ არის კიდევ ერთხელ ამერიკაში ტრამპი არ მოსულა ისე რა ქვია რა ბიზნესავით არ გაუყალბებია არჩევნები. მან მოიგო რა თქმა უნდა და მეტის ტრამპის არჩევა იყო მთავარი სიგნალი ევროპელებისთვის, რომ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილება, ანუ ტრამპი მოვიდა არა ჩვეულებრივი მანდატით, არამედ მოვიდა ყველაზე მსხვილი მანდატით, როგორც შეიძლება ბოლო 10 წლებში პრეზიდენტად მოსულიყო. ის აკონტროლებს კონგრესს, სენატს, სასამართლოს, დიდწილად იმ გაგებით, რომ მის დანიშნული მოსამართლეები იქ ბევრია და მის ფილოსოფიის მოსამართლეები ბევრია იქ და ეს რა თქმა უნდა არის სიგნალი ამერიკელი ხალხისგან, რა სურს მათ. უნდათ რომ მათ ფული დაიხარჯოს ეს ხალხი მათ აქვთ ამის უფლება ვერ შევედავებით ნამდვილად. უბრალოდ ეს აქმა ჩემეთ არასწორი ჩვენ ნახევარსფეროში სამყაროს ჩამოხარიბდა ეგ რომ აი ამერიკას აქვს რაღაცა სულიერი მისია რომ მან დემოკრატია უნდა გაავრცელოს თელ სოფლიოში და თავის უფლება დაიცვას. ეს ასე არ არის. ამერიკის პრეზიდენტს ამერიკის მთავრობას აქვს ერთი დანიშნულება რომ ამერიკის ძლიერება უზრუნველყოფს. მას ამისთვის ირჩევენ. შესაბამისად რაც ამისთვის არის ის განისჭება ამ შედეგით რა. უბრალოდ ამ სიტუაციიდან არ ჩანს რომ ის ამ შედეგამდე მიიყვანს ამერიკას რა. საუბარი დავიწყეთ რბილი ძალით. გახსოვთ ხო? კიდევ ერთხელ ვიძახე, ეს არ ჩანდა, მაგრამ ამერიკის რბილი ძალა იყო ერთ-ერთი საფუძველი მისი ძლიერების. ეხლა ეს იცვლება ფუნდამენტურად და ტრამპი საუბრობს სანქციების ენით, ანუ უხეში ძალით. და იმის იქ უკან რადგას არ ვიცით, ხო? ეხლა კიდე მოდი ევროპის თემას დავამთავრებ. ერთი არჩევანია რომ ისინი დადგენ მყარად პრინციპულად, თუ ევროპა დადგება პრინციპულად, მაშინ კიდე ვიზახი, ისეთი სახარბიელო მხარდაჭერა უკრაინას არ ექნება, მაგრამ მას ექნება სრული მხარდაჭერა, რომ თავის დაცვა გააგრძელოს და უკრაინის თავის დაცვა ნიშნავს ევროპული კონტინენტის თავდაცვას. მე სკეპტიკურად უყურებ იმას, რომ ვინმე იქ ჯარს შეიყვანს უკრაინაში, ძალიან სკეპტიკურად, როცა შეიყვანს ეს ჯარი რამე დიდ ცვლილებას გააძლევს. ამიტომ ის რაც შედაგარშები დაპირებები არის დიდი პირობებიდან და არ არის, მაგრამ მე სკეპტიკურად უყურებ და გეტყვით რატოც. მაგრამ თავარი არის, ეს არის ერთი გამოსავალი, რომელიც ევროპას აქვს დაიკავოს პრინციპული პოზიცია და შეეგუოს ამ ახალ მულტიპოლარულ სამყაროს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები აღარ იქნება მათი გადამრჩენელი, ანუ რას თავაზობს განსხვავებულს ტრამპი ევროპას, რაც ადრე იყო, ხო? ადრე ამერიკის შეერთებული შტატები იყო უპირობო ლიდერი, მაგრამ ის დანარჩენი ყველა იყვნენ პარტნიორები. ხო? დღეს ტრამპი ეუბნება რომ მე ვიქნები უპირობო ლიდერი, მაგრამ თქვენ ხართ ჩემი ვასალები. მაგრამ ამ ვასალობასაც რო დათანხმდნენ ევროპელო, გაურკვეველია რას მოიცავს ეს ვასალები. უნდა დაუთმონ ტერიტორიები, ამერიკას ბიუჯეტი უნდა გახა. ცოტა სამხედრო ბიუჯეტში ვერ ყო ხა. 2% არ აქვს ევროპული ქვეყნების უმეტეს ნაწილს, ხო? მთლიანი შიდა პროდუქტის დღევანდელი თავდაცვის ბიუჯეტი უმეტესობას არ აქვს 2% ნატოს ქვეყნების, ხო? ეხლა საუბარი 5%-ამდე გაზდა. ეს თუ გაზარდეს ბიუჯეტები ამერიკა რაღაც უნდა თვითონ ექნებათ საკმარისად ყველაფერი. ამ ალბათ არის რაღაც 3%-ამდე გაზარდოდა კი ბატონო, ეგ არის ხო ამოცარაც ალბათ. გავიგე, მაგრამ ეს მეთოდი ამან ირანი ხო გააჩინა დიდი ბზარი. ეს ერთი ამოსავალი, რომელიც ევროპას აქვს, მეორე გამოსავალი არ მოგესწონებათ მოსმენა და ბევრს არ მოეწონება, მაგრამ ძალიან სახიფათოა ეს არსებობს ასეთი გამოსავალი. ევროპელებს შეუძლიათ ძალიან მარტივად თვითონ ამერიკისგან დამოუკიდებლად აწარმოონ ისეთივე ფარული მოლაპარაკებები რუსეთთან ამ ღია, როგორც ამას აწარმოებდა ტრამპის ადმინისტრაცია. სად მიგვიყვანს ეს არ არის, მაგრამ რეალისტები რო ვიყოთ, ხო? ევროპას გაცილებით ჭირდება რუსეთი და რუსეთს გაცილებით ჭირდება ევროპა, ვიდრე ვინმე ჭირდება ამერიკა მაინც და მაინც ამ კონტექსტში. ამიტომ
ამის რისკიც ძალიან დიდია ამის გათვალისწინებით. მოდი ახლა ერთ რაღაცას ვიტყვით ტრამპის წარსულ გამოცდილებას დიქტატორებთან. რატო არის ეს უშედეგო და ახლაც იქნება ყველანაირად უშედეგო, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს, ვერც ამერიკის, ვერც ვერაფერს. და ამას რამდენად გაიგებს ამერიკის ესტაბლიშმენტი, რამდენად აიძულებენ ტრამპს შეცვალოს ეს, რამდენად წინ დაუდგებიან ევროპელები, ეს ძნელი სათქმელია. მაგრამ წინა ადმინისტრაციის დროს ქონდა ძალიან კაი ურთიერთობა, ცდილობდა შეხვდა, ჩაეხუტა ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს, რომელიც პუტინთან შედარებით რაღაც ჭანჭიკია, ხო? ინტერესები, რომელსაც რუსეთი ატარებს, თანამედროვე რუსეთი და უსაფრთხოება ჭანჭიკია. რამე შედეგი გამოიღო ჩრდილოეთ კორეასთან ესეთმა ძმაკაცობამ? რა შედეგი იყო? თქვენ გეცოდინებათ, მაგრამ მე გეტყვით უფრო შედეგს, რომელიც არ ჩანს დღეს, მაგრამ რეალურად ხდება. რეალური შედეგი ის არის, რომ ამის შედეგად სამხრეთ კორეას გაუჩნდა შიში, რომელიც იყო უპირობო აშშ-ს მეკავშირე. ევროკავშირი დამოკიდებულება აშშ-ზე არ არის ისეთი დიდი, როგორც სამხრეთ კორეას ჰქონდა, ხო, იქ დგას ამერიკის სამხედრო ბაზები, სამხრეთ კორეა ფაქტობრივად სამხრეთ კორეის სუვერენიტეტს უზრუნველყოფდა ამერიკის შეერთებული შტატები ყველანაირად, ხო. ამ რიტორიკამ ჩრდილოეთ კორეასთან გაუგებარმა უსტრატეგიო საუბრის გარეშე, ხო, რა გამოიწვია, რაც ზედაპირზე არის, კი, ზედაპირზე სამხრეთ კორეა ისევ არის აშშ-ს მეკავშირე, მაგრამ რეალურად ამის შემდეგ დაიწყო ძალიან ღრმა ინტეგრაცია, ბიზნეს და ეკონომიკური ინტეგრაცია ჩინეთთან, ძალიან ღრმად დაიწყო რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიცია, რუსეთში თავის კომპანიების და ინტერესების გადატანა და რა მოხდა, როდესაც დასავლეთს და ამერიკას დაჭირდა სამხრეთ კორეა, ის არ შეუერთდა სანქციებს, მან რუსეთში ჩვეულებრივად აგრძელებს ყველანაირი ბიზნეს კომპანიების წარმოებას, არაფერი, მას არანაირი შეურაღება არ მიუწია და არც მიუყიდია უკრაინისთვის, თუნდაც შემოვლითი გზებით. აი მაგალითს გეტყვით რა, ისეთი ქვეყანას კი როგორც ჩინეთია და ინდოეთია, რომლებიც ესე იდგენ ხო ამ ომში, ჩვენ არ ვერევით, მათი შეიარაღება და ტექნიკა გარკვეულწილად მაინც მოხვდა უკრაინაში რა, შემოვლითი გზებითაც თუნდაც. არანაირად სამხრეთ კორეის შეიარაღება არ მოხდა. ბატონო, ფრონტის ხაზთან დაკავშირებთან ამ პროცესთან გვექნება ევროკავშირთანაც კავშირი ის არის. კი ბატონო, რეალურად ცეცხლის შეწყვილების ხელშეკრულებაზე ლაპარაკობდით, რა შეიძლება არსებობდეს მაინც საბოლოო ჯამში ფრონტის ხაზი რაც გვეუბნება, საბოლოოდ ეს განსაზღვრავს, ხო როგორ შეიძლება დასრულდეს, არ დასრულდეს ცეცხლის შეწყვილეს თუ არ შეწყდეს. ამ სიგრძის, ამ სიღრმის კონფლიქტში ამდენი შეერაღება რო არის თავმოყრილი, რამ შეიძლება დააშორიშოროს ეს ძალები ერთმანეთისგან და რამ უზრუნველყოს რა ჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ თქვათ ის არ არის ნატოში, მაგრამ მას შეუძლია რეალური თავდაცვა. არა, იცი რა, ასეთი პრეცედენტები გვაქვს დაშორიშორების, მაგრამ პირველ რიგში პოლიტიკური გზავნილი ჭირდება, რომ ორივე მხარე, ერთადერთი რაც არის, ორივე მხარემ უნდა შეთანხმდეს და აიღოს პასუხისგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ განახლდეს. ეს არის ერთი. ახლა ვერც ერთ ქვეყანა ვერ შეიყვანს საკმარის ძალებს უკრაინაში, რომ ეს დაშორიშორება მოახდინოს და როც შეიყვანოს ეს არ იქნება საკმარის. თუ ესენი, ანუ იმდენად დიდია ფრონტის ხაზი და იმდენად გრძელია, ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ თუ კი შეთანხმდებიან, იმდენად არის ორივე მხარე დაღლილი ომით და რაღაცა, რა თქმა უნდა, მთავარი აქ იყო მაინც რუსეთის დათანხმება, თუ კი რუსეთი დათანხმდება რაღაც ფორმით ამ პირობებს, ხო? მაშინ შეიძლება. რუსეთს მე ვეთანხმები თქვენ წინა ამბობდნენ გამოსვლას ბატონ ბუკას, რომ რუსეთს არ აწყობს ახლა ომის დამთავრება, არ არის ამისთვის მზად და ანუ აწყობს ერთადერთი პირობები და მისი პირობები ცნობილია, თუ რაღაცას დაუთმობენ ისეც, რომ ღირდეს ომის დამთავრება. სხვანაირად ფიქრობს, რომ ომის დამთავრება არ აწყობს, თუნდაც იმ მოლოდინით რომ რაღაცა მოხდეს, გადაიარება, გადათამაში არ აწყობს. ამიტომ ეხლა ყველაზე მთავარი მაინც რაც არის, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ევროპელების მოქმედებას, აშშ-ის მოქმედებას, რა თქმა უნდა, დავაკვირდეთ, მაგრამ აშშ-მ ის ზიანი, რაც უნდა მიეყენებინა, უკვე მიაყენა, ანუ ის ბზარი გაჩნდა. ეხლა რამდენად კინეტიკაში გადაიზრდება ეს ბზარი, ძნელი სათქმელია, მაგრამ კიდევ ვიძახით, მე სამწუხაროდ ხედავ, რომ რაღაც ფორმით სამხრეთ კორეის მოქმედებას დაემგვანება ევროპელების მოქმედებას. რაც აუცილებლად ცუდი არ არის, მაგრამ ესე იქნება. კი ბატონო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ლაშა ბერიძე, პოლკოვნიკი შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ყოფილი მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. ზუსტად 7 წუთში დაგიბრუნდებით ზუსტად 10-ზე. საინტერესო სტუმრებთან ერთად და უნდა გავუყვეთ ბოლომდე, რომ იცოდეთ მეტი.